დიქტატორებისა და ავტორიტარული ლიდერების ქონების ზუსტი დათვლა ურთულესი ამოცანაა. ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა Bloomberg-იან Forbes-ი მილიარდერების სიებში მიზანმიმართულად არ რთავენ დიქტატორებს და აბსოლუტურ მონარქებს, რადგან მათი სიმდიდრე მჭიდროდაა გადაჯაჭვული სახელმწიფოს ბიუჯეტთან და წარმოადგენს არა ბიზნესის, არამედ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგს. შესაბამისად, დღევანდელ სიაში მყოფი ლიდერების სიმდიდრის შესახებ მონაცემები ემყარება ისეთ ოფიციალურ წყაროებს, როგორებიცაა ამერიკის სენატის მოსმენები, ამერიკის ხაზინის ანგარიშები გაყინული აქტივების შესახებ, საერთაშორისო სადაზღვევო სააგენტოების მოხსენებები და ისეთი მაღალი სანდოობის მქონე საგამოძიებო ორგანიზაციების დასკვნები, როგორებიცაა Reuters-ი კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის გაშუქების ცენტრი და პანამის დოკუმენტები. დღევანდელ სიაში სწორედ 21 საუკუნის ყველაზე მდიდარ დიქტატორებსა და ავტორიტარულ მმართველებზე მოგიყვებით. მეხუთე ადგილი კიმ ჩენ ინი, ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდო ქონება $5 მილიარდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს, კიმის ოჯახი ფლობს უზარმაზარ საიდუმლო ფონდებს ევროპულ და აზიურ ბანკებში. ეს ფინანსები იმართება სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურის ოფისი 29-ის მიერ. სამხრეთ კორეისა და ამერიკის დაზვერვის ცნობით, ეს დეპარტამენტი დაკავებულია ფულის გათეთრებით, იარაღის კონტრაბანდით, ყალბი დოლარების ბეჭდვითა და მსხვილმასშტაბიანი კიბერდანაშაულებით, მათ შორის ჰაკერული თავდასხმებით კრიპტოვალუტის ბირჟებზე, რითაც რეჟიმმა მილიარდობით დოლარი მოიპარა. კიმ ჩენ ინი ამ თანხებს იყენებს ბირთვული პროგრამის დასაფინანსებლად და პირადი ფუფუნებისთვის, რომელთა შორისაცაა ათობით კერძო რეზიდენცია, იახტები და შვეიცარიული საათების კოლექცია. მეოთხე ადგილი ჰოსნი მუბარაკი, ეგვიპტე, სავარაუდო ქონება $40-დან $70 მილიარდამდე. 2011 წელს არაბული გაზაფხულის პერიოდში ახლო აღმოსავლეთის ექსპერტებმა და IHS Global Insight-მა გამოაქვეყნეს ანგარიშები, რომელთა მიხედვითაც მუბარაკის ოჯახმა 30 წლიანი მმართველობის განმავლობაში კოლოსალური ქონება დააგროვა. მუბარაკის სიმდიდრე მოდიოდა სამხედრო კონტრაქტებიდან მიღებული საკომისიოებიდან, კორუფციული საინვესტიციო გარიგებებიდან და სახელმწიფო მიწების გაყიდვიდან. ოჯახი ფლობდა ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკსა და ბევერლი ჰილზზე, ასევე დიდძალ კაპიტალს შვეიცარიულ ბანკებში. მესამე ადგილი ალი ხამენეი, ირანი, სავარაუდო ქონება $95 მილიარდი. ახლახანს გარდაცვლილი ირანის უზენაესი ლიდერის ქონება არ არის ტრადიციული ტიპის საბანკო ანგარიშები შვეიცარიაში. Reuters-ის ვრცელი გამოძიების თანახმად, ხამენეი აკონტროლებდა ფინანსურ იმპერიას სახელწოდებით იმამის ბრძანების აღმასრულებელი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია შეიქმნა ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ მიტოვებული საკუთრების სამართავად, თუმცა წლების განმავლობაში მან სისტემატიურად მოახდინა პოლიტიკური დისიდენტების, რელიგიური უმცირესობების, განსაკუთრებით კი ბაჰაისტების და ემიგრანტების ქონების კონფისკაცია. ორგანიზაცია ფლობს წილებს ირანის ეკონომიკის ყველა სფეროში, ნავთობიდან დაწყებული ტელეკომუნიკაციებითა და ფარმაცევტიკით დამთავრებული. 2013 წელს ამერიკის ხაზინამ ამ ორგანიზაციასა და მიშვილობილ კომპანიებს ოფიციალურად დაუწესა სანქციები. მეორე ადგილი მუამარ კადაფი, ლიბია, სავარაუდო ქონება $200 მილიარდი. 2011 წლის გაზაფხულზე, როდესაც კადაფის რეჟიმი დაემხო ამერიკის მთავრობამ, მხოლოდ შეერთებულ შტატებში კადაფის $27 მილიარდი აქტივები გაყინა. საფრანგეთმა, იტალიამ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ დამატებით $20 მილიარდი გაყინეს. ლოს-ანჯელეს ტაიმსის მიერ მოპოვებული ლიბიელი მაღალჩინოსნებისა და დასავლური დაზვერვის მონაცემების მიხედვით, კადაფიმ 42 წლიანი მმართველობისას ლიბიის საინვესტიციო სააგენტოს ფარდის მიღმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გადამალა ოქრო, უძრავი ქონება და საბანკო ანაბრები, რომელთა საერთო ჯამი თითქმის $200 მილიარდ აღწევდა. ის ქვეყნის ნავთობის შემოსავლებს პირდაპირ ანგარიშებზე რიცხავდა. პირველი ადგილი ვლადიმერ პუტინი, რუსეთი, სავარაუდო ქონება $200 მილიარდი. ბილ ბრაუდერმა Hermitage Capital Management-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ერთ დროს რუსეთში უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი იყო, ამერიკის სენატს ოფიციალურად განუცხადა, რომ პუტინის ქონება $200 მილიარდ აღემატებოდა. მისი თქმით, 2003 წელს ოლიგარქ მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების შემდეგ პუტინმა სხვა ოლიგარქებს ფარული გარიგება შესთავაზა. ისინი თავიანთი შემოსავლის 50%-ს პუტინს უყოფდნენ, სანაცვლოდ კი თავისუფლებას და ბიზნესის გაგრძელების უფლებას ინარჩუნებდნენ. პანამის დოკუმენტებმა აჩვენა, რომ პუტინი თავის სიმდიდრეს უახლოესი მეგობრების, მაგალითად ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინის ოფშორული ანგარიშების მეშვეობით მართავს, სადაც მილიარდობით დოლარის გაურკვეველი ტრანზაქციები ფიქსირდება. ამ და სხვა კორუფციული გარიგებების შედეგად კი რუსეთის მმართველი სიის სათავეში ექცევა.